განწყობა აქ არის, რა თქმა უნდა, ის რომ ყველა არის ჩვენს მხარეს, ქართული ხალხის მხარეს, ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის მხარეს, მაგრამ როგორც ვამბობდი ცოტა ხნის წინ, აქ ასევე ძალიან კარგად აქვს ადამიანის გააზრებული ქართული ხალხი ეხების გადარჩენისთვის, სოციალურად, ეკონომიკურად, უფლებრივად, ევროპული და ეროვნული არჩევანის კუთხით. მე ახლა ცოტა ხნის წინ შევხვდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც გუშინაც შევხვდით და ახლაც შევხვდით, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ურიცხვ პარლამენტარს და ეროვნული მინისტრთა კაბინეტების, ის როგორც ევროპული პარლამენტის წარმომადგენლებს, რომელიც არიან ჩვენი პოლიტიკური ოჯახის, ALDE-ს წევრები და ყველგან ვხედავ ერთი და იგივე სენტიმენტს, ერთი და იგივე მისწრაფებას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ყველაფერ კარგს, მაგრამ ეს რეჟიმი მიზანმიმართულად ართმევს ამ ხალხს იმ ყველა ძირითად უფლებას, რაც ჩვენ როგორც ერთს გაგვაჩნია და აი უვიზო რეჟიმზე ჩანაწერიც, რომელიც აქ არის, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც აქვე ვიტყვი სრულიად არის ქართულ ოცნებაზე. ამას ვერც ALDE ვერ გადაწყვეტს, ვერც გრიგოლი და ვერც ვერავინ. ერთადერთი მხარე, რომელიც რეალურად რომელიც განიხილება, ხო, ის იქმედებებით განიხილება ამ თვალსაზრისით, ეს არის ქართული ოცნების რეჟიმი. ხო, და ის ფასდება, ნაირი ილუზია არ ქონდეს არავის. ქოცები რასაც გააკეთებენ, ან არ გააკეთებენ, მაგის მიხედვით გადაწყდება ჩვენ უვიზო რეჟიმი გვეხრება თუ არა, მაგრამ აი თავის მხრივ ის რომ ეს პოლიტიკური ოჯახი, რომელიც აერთიანებს ევროპული კავშირის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოს ლიდერებს და მმართველ პარტიებს. ეს ალიანსი ამბობს, რომ რეალურად რეჟიმის გამო ხალხი არ უნდა დაისაჯოს, არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დასტური იმისა, სწორედ რომ ევროპა არის ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს და რეჟიმი არის ჩვენს წინააღმდეგ, ანუ ხალხის წინააღმდეგ და აი მათი პროპაგანდა აქ იფუშება პირველ რიგში, ხო? როდესაც არათუ ის, რომ ევროპა არ გვართმევს რამეს. ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები ამბობენ, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს, იმიტომ ისინი არიან ჩვენ მხარეს და ქოცი არის ჩვენ წინააღმდეგ და ქოცი ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ჩვენ როგორც ერი ვართ დამოკიდებული და აი რეზოლუციის სულისკვეთება ისევ და ისევ აჩვენებს ამას. ქართველი ხალხი და მისი ბრძოლა არის ძალიან სწორად ახალი ბუნებრივია, მაგრამ რეჟიმის მიმართ ძალიან კაცრი ზომები არის მოთხოვნილი, რადგანაც ყველა და მათ შორის ამ რეზოლუციის ინიციატორი პარტია, ნორვეგიული პარტია, ვინც შეიტანა ეს რეზოლუცია, ის ძალიან კარგად ხედავს ისე როგორც ჩვენი სხვა პარტნიორები და რამდენიმე ათეული პარტია არის თანახელმომწერი, თანაინიციატორი, ასე ვთქვით, რეზოლუციის, ხო? პრაქტიკულად ALDE-ს პარტიათა ნახევარი თითქმის არის ამ რეზოლუციის თანაინიციატორი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის ძალას, ხო? ეს ხალხი არა მარტო კენჭს უყრის ამ რეზოლუციას, ისინი ამბობენ ჩვენ თანაავტორებიც ვართ იმავე რეზოლუციის და გვინდა რომ ამ სულისკვეთების ავტორებად გვიცნობდეს ყველა და ეს სულისკვეთება რა არის, რომ ისე და ისე რეჟიმა მოიპარა ჩვენი ეროვნული არჩევანი, რეჟიმა გადაწყვიტა ქართველები დაეტოვებინა რეალურად გაჭირვების, უპერსპექტივობის და ჩამორჩენილობის მდგომარეობაში, მანამ სანამ მთელი რეგიონი მიდის წინ. და აი შევხედოთ რა შვება სომხეთი, შევხედოთ რა შვება მოლდოვა, ხო? აი კარგი მაგალითები თანაზომადი. მე ხო არ ვამბობ, რომ ავსტრიის მუშუპ უნდა გქონდეს ხვალდაზე, ხო? ამას არ ვამბობ, ხო? მე ხო არ ვამბობ, რომ რეალურად შეიძლება რომ 2 დღეში ნატოში შევიდეთ, არა, მაგრამ სომხეთს თუ აქვს აი ესეთი წარმატებები, როგორც აქვს, მოლდოვას თუ აქვს ესეთი წარმატებები, როგორც აქვს. აი ეხა რომ დაბრძანდებიან იქ რაღაცა სატირალში ირანის და რაღაცა უბედურებაში წარმოაჩენს საქართველოს, სადაც ტერორისტები იკრიბებიან ხოლმე, უმთავრესად და სადაც სიკვდილი ამერიკას ისვის. იქ კი არა, აი აქ ჰოფბურგის სასახლეში უნდა იდგეს ახლა საქართველოს ნამდვილი ხელისუფლება. იქ სადაც საქართველოს დემოკრატიული ძალები ვიბრძვით, ჩვენი ერის ხმის გასატანად და დასაცავად. აი აქ უნდა იყოს და ამ დედაქალაქებში, ამ ტიპის პოლიტიკურ დაწესებულებებში, ამ ადამიანებთან უნდა ლობირებდეს საქართველოს ხალხის ეროვნულ ინტერესებს მთავრობა, მაგრამ ჩვენ მთავრობა არ გვყავს. ჩვენ გვყავს რეჟიმი. და ეს არ არის მხოლოდ რაღაცა სიტყვის განსხვავება, ეს შინაარსის განსხვავებაც არის. რეჟიმი არის თავსმოხვეული, მთავრობა არის ქვევიდან წამოსული და ხალხის ხმა და ხალხის ხმა ეს არის აქ, ჰოფბურგის სასახლეში. ხალხის ხმა არ არის თეირანში, სადაც ტერორისტებთან ერთად ზოგიერთი წერა-კითხვის უცოდინარი რაღაცა საფრთხობელა, რომელიც პრეზიდენტად შემოგთავაზეს, დადის და შეურაცხყოფს ქართული ხალხის ისტორიულ არჩევანს. იმიტომ ქართული ხალხის ისტორიული არჩევანი მაპატიეთ, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ირანთან მიწებება. მე მგონი
ელემენტარულად საშუალო სკოლის ისტორიის სახელმწიფოს თუ გადავხედავთ, იქაც დავინახავთ. რა პრობლემები შეიძლება მოხდეს გრიგოლ ყაველაშვილის ირანში ვიზიტს? რა პრობლემები შეიძლება მოხდეს, როგორ ფიქრობთ? ხო, პირველი ეს არის ღირებულებითი განაცხადი. ვიმეორებ, ყაველაშვილი არა, მაგრამ ნორმალური პრეზიდენტი უნდა იყოს ჰოფბურგის სასახლეში, უნდა იყოს ევროკომისიაში, უნდა მუშაობდეს ბერლინთან, ვენასთან, პარიზთან, ლონდონთან, უპირველეს ყოვლისა. ამავე დროს მე ხშირად მithქვამს, ჩემზე რო ყოფილიყო დღეს საგარეო პოლიტიკის წარმართვა, დიახ, რა თქმა უნდა, ჩინეთთან ვივაჭრებდი და მექნებოდა მეტი და მეტი ურთიერთობა, დიახ, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი რომ რეგიონალურ პოლიტიკაში ყოფილიყავი პროაქტიული მხარე, მაგრამ არა ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯზე. აი მაგალითად თქვენ არ ჩახვიდოდით ირანში? ეს არის განსხვავება. არა, რა თქმა უნდა, როგორ შევა ნორმალური ადამიანი ჩავიდეს, როდესაც ამისი არჩევანი გააჩნია, კაცთა მკვლელი, მშობლებრივი მანიაკალურად კაცთა მკვლელი, ასე იგი დიქტატორის დაკრძალვაზე, ეს არ არის არანაირი პრაგმატიზმი, ეს არის სრული ღირებულებითი კრახი და კოლაფსი. ეს არის ყველაფერი ქართულის, ყველაფერი ცივილიზებულის ჩამოშლა. და ეხლა რომ ამბობ, რომ იქ ფაშინიანის არისო, აი ერთ-ერთი პროპაგანდისტული არხი მირეკავდა ვენაში. დიახ. და ურჩევ წიგნი წაიგითხა, არ ვიცი გაუშვეს თუ არა. მიხვდებით რომ აღზეცაა საუბარი. ხო, ურჩევ ელემენტარულად რაღაცა წაიგითხონ და დაამუშავონ და საერთოდ რაიმეს აზრზე იყო ცხოვრებაში, ხო? ძალიან მარტივია, ფაშინიანი რეალურად არის პოლიტიკოსი, რომელიც აჩვენებს ასიშავს დღეს პრაგმატიზმი. ფაშინიანი სულ ბოლო დროს შეხვდა რუბიოს რამდენჯერმე, სტუმრად ყავდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპული კავშირის ყველა ლიდერი და ფაშინიანმა რეალურად 30 წლიანი, უფრო მეტ წლიანი კონფლიქტი დაასრულა ჩვენს რეგიონში, ხო? და საოცარი გეოპოლიტიკური ძვრები გახადა შესაძლებელი. ნამდვილი მშვიდობა, აი ხოც გველაპარაკება ამ მშვიდობაზე, ნამდვილი ამ ფაშინიანს ედრები, ტრამპის სახელობის გზა გახავს მშვიდობის და კეთილდღეობის და ეს რეჟიმი არის რეჟიმი, რომელსაც საქართველოს, რომელსაც პირიქით ყველა შანსი ჰქონდა, აი მუხლებზე დასცა, ანაკლია დაგვაკარგინა, ეკონომიკური შანსები დაგვაკარგინა, ვერ ვართ ჩართული ტრამპის სახელობის გზაში, რეალურად ვართ იზოლირებული, კუნძული ვართ, რომ გაიძახოდნენ, მშვიდობის კუნძულია, მშვიდობის კუნძული კი არა, პოლიტიკური იდიოტიზმის კუნძული ვართ. იზოლაციის კუნძული მართლა ვართ. აი ხოცსაც წამოსვლა შემთხვევით ერთი სწორი რამ. კუნძული გავხდით. მაგრამ რისი კუნძული გავხდით, უნდა ვეკითხოთ? აი პერსევდის, იზოლაციის, უპერსპექტივობის და სიღარების. აი მაგის კუნძული ნამდვილად გავხდით. მაგრამ აი რაღაცა კოლექტიურია, ეს რაღაცა კოლექტიური ტალახაძე და ზარქუა არიან ამ კუნძულში ტივტივებენ საკუთარი მილიონებით, ხო? და საკუთარი უცდობით და უნიჭობით. ეს არის საქართველოს, რომელიც შეიძლება ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს. აი გრიგოლ, როგორ ფიქრობთ? კი ბატონო, გრიგოლ, როგორ ფიქრობთ? აი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით, აი ეს ურთიერთობის გადატვირთვა ძალიან ხშირად საუბრობს ხელისუფლება და ეხლა ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა ეს ამბავი და ჩვენ ვნახეთ იგივე ამერიკის საელჩოს მიღებაზე კობახიძის გზავნილით სწორედ ესეთი იყო. აი ყაველაშვილის ირანში ჩასვლა იქნება თუ არა პრობლემა და როგორ ფიქრობთ, ამჯერად რატომ გაკეთდა ესე ვთქვათ არჩევანი ივანიშვილის მხრიდან ყაველაშვილზე, რომ ისასულიყო და არა ისევ მაგალითად ირაკლი კობახიძე? ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო ასუსტებს ამ პროცესს, რაც არის ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა, რომელმაც უკვე თუსაც მახსოვს ბოლო დროს 3 კრახი განიცადა და საერთოდ კრახია ქართული, ეს არის მოვარული კრახი. ქართულ ოცნებას გამოაკლო ეს ძალმომრეობითი მხარე, რეალურად ისინი არაფერი არ არიან, ხო? ქვეყნის შიგნით არ აქვთ მანდატი, ქვეყნის გარეთ არ აქვთ მანდატი, არ აქვთ არანაირი იდეოლოგია, არანაირი კომპეტენცია, არანაირი ხედვა. აი რას ნიშნავს იყო ქოცი 2026 წელს? აი ვერავინ ვერ გეტყვის. ვერავინ ვერ გიპასუხებს ქოცი რატომ შეიძლება იყო? ან თუ ხარ, რას ნიშნავს? აი რაღაცას ხონდა ნიშნავდეს. მთავრობაში ვართო, მართავთო. აი კურსი არ გაქვს, იდეოლოგია არ გაქვს, არც ერთ ძირითად მიმართულებაში. არათუ წარმატება არ ქონია, არამედ იგივეც კი ვერ შეინარჩუნე ნიშნული. ყველა პარამეტრი ქვეყანა წაიყვანე უკან და ამავე დროს ამბობ რომ კიდე შენ უნდა იყო მთავრობა, თან ხალხი არ გასცემს ხმას. აი ქოცი არის მოვარული კრახი სინამდვილეში, უბრალოდ ეს არის კრახი, რომელსაც ეფექტიანად, იმიტომ რუსეთის საგარეო დაზვერვა ასწავლის, ეფექტიანად მიიტაცა ძალაუფლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და გააჩნია გარკვეული ტიპის ძალაუფლებრივი ინსტრუმენტები და საცეცები. ამის გამოკლებით ქოცი არის აბსოლუტური კრახი და ეხლა ამ კრახის გამოხატულება რომ ვერც ამერიკასთან შეძლეს ნორმალიზება, არა და უნდოდათ თავიანთ ფასად, ვერც ევროპულ კავშირთან, არა და უნდოდათ თავიანთ ფასად და ეხლა ირანში კიდევ ერთხელ წასვლა, მაშინ როდესაც წელიწად ნახევარია ირანი
ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, ხო? იმის თუ რას ნიშნავს ხოცური საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ირანს მიხსენებდით და ამის შემდეგ კიდევ ირანში წასვლა ისევ იგივე საზოგადოებაში ყოფნა ეს არის რა თქმა უნდა ღირებულებითი განაცხადი იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს არ სურს უბრალოდ ხოცებს არ სურთ საქართველოს სურს ხოცებს არ სურთ ამერიკასთან და ევროპულ კავშირთან არანაირი არც ნორმალიზაცია არც სტაბილიზაცია და არც ცივილიზაციური მიკუთვნებლობის განცდა არ აქვს აი ამაშია პრობლემა ხოცი არის პირველად ჩვენს ისტორიაში ასეთი მოვლენა რომელმაც ყველაფერი ისტორიულს გადაუსვა ხაზი. ხო, აი ზურაჟონიას კლასიკურ სიტყვებს მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. აი ამას გამოაცალა ფუნდამენტი. ეს არავის არ უქნია. არც სააკაშვილს, არც შევარნაძეს, არც გამსახურდიასადმის, არავის არასოდეს აი ამ პოსტულატისთვის არ დაურტყავს. ხოცი არის პირველი, ვინც ეს გააკეთა. აი არ შეიძლება რომ ამას არ ერქვა სახელი. და ვინც დღეს ხოცი რჩება, მას უნდა ესწროს, რომ ის არის რეალურად ახალი, სრულიად ახალი რუსული ესე იგი, როგორ ვთქვათ, ხელოვნურად ჩვენზე თავსმოხვეული ანტისხეული პროექტის ნაწილი. თუ ამ ყველაფერს იაზრებ და კვლავ ხარ ხოცი, ესე იგი შენ უბრალოდ ხელს აწერ ღიად კაპიტულაციას. ამიტომ ქართველმა უნდა იფიქროს ამაზე, შეიძლება თუ არა, აი ამ პროექტს მოაწერო ხელი, იმიტომ ეს არასოდეს არ ყოფილა არც ერთი სხვა ტიპის რეჟიმის პირობებში და ახლა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ბოლო იქნება საქართველოს სახელმწიფოს სრული იავარდნა, იზოლაცია და საბოლოო ჯამში მოსპობა.